სოლიდარობის ფონდი შემოგვიერთდა პრემიერ-მინისტრის მიერ დაარსებული ორგანიზაცია, რომელიც 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდებსა და მოზარდებს აფინანსებს, ვისაც სოლიდური სიმსივნე აქვთ. სიახლეა სოლიდარობის ფონდში და ჩვენ სტუმრებს არ მოგიდგენთ ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში, მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის სამჯდომარე ზურაბ წერეთელი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის და ლატვიის ელჩი საქართველოში ქალბატონი ელიტა გაველი. Good morning. მარიამ, ესე გადავწყვეტოთ, რომ ბოლოს შევაჯამოთ, ვთქვათ, როგორც ყოველ პარასკევს ხდება ფონდის საქმიანობა, მანამდე ბატონს ჩვენგან დავიწყოთ. 1 აპრილის სპექტაკლი გრიბოედოვის თეატრში. როგორ ჩაერთო მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი ფონდის ამ, როგორ მოხდა თქვენი, ვთქვათ, გაერთიანება ამ შემთხვევაში, ამ პროექტის ფარგლებში? გაერთიანება ძალიან მარტივად მოხდა მთელმა ისე როგორც ყველა ორგანიზაცია არის ამაში ჩართული. საქართველოს მიცის ამ ფონდის შესახებ, არის ძალიან კარგი ფონდი და აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს. დავაზუსტოთ, ეს თქვენი ერთობლივი პირველი პროექტია? ერთობლივი პირველი პროექტი არ არის ერთობლივი, მაგრამ ასე ვთქვათ, მემორანდუმს ხელი რამოდენიმე წელი მოვაწერეთ. ეს არის პირველი პროექტი, რომელიც რეგულარული ურთიერთობის დასაწყისი არის. მანამდე რამოდენიმე ასე ვთქვათ, მცდელობა ჰქონდა, ჩვენს მიერ დაფინანსებული ღონისძიებები და რამოდენიმეჯერ გადაერიცხა სოლიდარობის ფონდში თანხა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ურთიერთობა გავხადოთ უფრო რეგულარული და მოვიყვანოთ რაღაც ისეთ მდგომარეობაში, რომ ვიცოდეთ, რომ ამას ვაკეთებთ. ბევრ ღონისძიებებს ვაფინანსებთ, სადაც ბილეთები იყიდება და ამ ბილეთები და შემოსული თანხები ყველაზე სწორი მიმართულება საერთოდ შეიძლება წავიდეს, ეს არის სოლიდარობის ფონდი. კი ბატონო, ესე იგი კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, რომ 1 აპრილს გრიბოედოვის თეატრში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი ხანგრძლივი ცხოვრება და სწორედ აქედან შემოსული თანხა, ბილეთებიდან შემოსული თანხა გადაერიცხება სოლიდარობის ფონდში. რა არის ბილეთი, ესეც რომ დავაკონკრეტოთ მაინც, თუ გვაქვს ბილეთის მაქსიმალური ფასი არის 50 ლარი, მინიმალური 30. მოდი ახლა ქალბატონ ელჩსაც მივმართოთ კითხვით. Госпожа Гавель-Какова рода сотрудничество вы собираетесь вести с фондом солидарности Грузии? Понимаете, это наш первое испытание, первый опыт. Но то, что мы можем хороший культурный проект высочайшего качества привести и при том сделать это как благотворительное мероприятие, я думаю, что это соединение культуры и благотворительности, это максимум, что мы могли достичь с этим проектом. Но я очень надеюсь, что этот наш первый опыт выльется в такие серьезные проекты, потому что одно дело, когда получает государство это финансирование, или театр получает финансирование, но совсем другое, когда мы знаем, что это пойдет на благо детей с онкологическими заболеваниями. И сам Алвис Херманис и сам театр, они тоже занимаются все время благотворительностью, и они очень сердечные, очень искренние люди. И уже совсем говоря о самом спектакле, в 2 словах, что... Наверное, вы лучше всех расскажете. Да, я его видела 4 или 5 раз, я просто боюсь идти опять смотреть, потому что это всегда очень эмоционально, я всегда плачу в этом спектакле. И честно скажу, это, если что-то привозить, то это самое лучшее, что я могла привезти в Грузии, как подарок грузинам, потому что все слышали, но практически никто не видел. Это новый Рижский театр, это наш бренд Латвии. ქალბატონი ელჩი ამბობს, რომ ეს სპექტაკლი არის საუკეთესო, რაც კი შეიძლებოდა Латвиიდან ჩამოეტანათ საქართველოში. Бренди латвийский. И еще один вопрос, если можно. Собираетесь ли вы в дальнейшем продолжить вот это ваше сотрудничество с фондом? Как я сказала, это начало, но если у нас будут культурные программы, и если они будут приносить в том числе какую-то финансовую входы, какие-то финансовые ресурсы, да, финансовую поддержку, абсолютно. То есть вы готовы? Да, абсолютно. И мы сейчас открыли прекрасный, красивый детский садик в поселке Дыцы, близ административной границы. Мы делаем какие-то выставки. И, пожалуйста, это просто это наш первый опыт. Я очень рада. И я очень надеюсь, что будут проекты в будущем. ძალიან კარგი წამოწყებაა გარდა იმისა, რომ თქვა ქველმოქმედებაში იღებს მონაწილეობას, ამ შემთხვევაში ამას ემატება ის, რომ თქვა ხდება კულტურული გაცვლა.
ეს მნიშვნელოვანია. მარიამ, აი ამ პროექტით დავიწყოთ და ბოლოს უკვე შევაჯამოთ სტატისტიკით რა მდგომარეობა აქვს. პირველ რიგში მინდა ქალბატონ ელიტას მადლობა გადავუხადო ესეთი არაჩვეულებრივი საჩუქრისთვის, ნამდვილად ქართული საზოგადოებისთვის, ბატონ ზურაბს მხარდაჭერისთვის, როგორც აღნიშნეს, არის პირველი მემორანდუმი, მაგრამ მესამე ღონისძიება, რომელსაც ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ, რეგულარული ხასიათის, იგივე დათო ხუჯაძის კონცერტის თანადაფინანსება, ასევე მერის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მიერ იყო მხარდაჭერილი. ბატონი ალვის ჰერმანისი თავად ითვლება ევროპის მასშტაბით წამყვანი დრამატურგების ათეულში იყო შერჩეული 2012 წელს შვეიცარიული ჟურნალის გამოკითხვის შედეგად. ეს გახლავთ ნამდვილად ერთ-ერთი მსოფლიოში ცნობილი დრამატურგი და ამდენად ჩვენთვის ნამდვილად დიდი პატივია, რომ ესეთი პოპულარული და ასევე აღიარებული დასი სოლიდარობის ფონდისთვის თქვით გამართავს სპექტაკლს. თავად სპექტაკლი მე პირადად არ მინახავს, ამდენად სიამოვნებით, ასე თქვით, დაველოდებით და რა თქმა უნდა ჩვენ ვუმასპინძლებთ მთლიანად თეატრალურ დასს კულტურის ღონისძიებათა ცენტრთან და ლატვიის საელჩოსთან ერთად. და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გახდება დასაწყისი საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსებთან, ასევე უფრო ფართო თანამშრომლობის. ეს გახლავთ პირველი საერთაშორისო პროექტი, რომელიც საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება ევროპის თქვათ მასშტაბით და ჩვენთვის ნამდვილად საინტერესო იქნება ეს პირველი გამოცდილება. რაც შეეხება თანხებს, თავად სპექტაკლზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხები ისევ და ისევ 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას მოხმარდება. ჩვენ ტრადიციულად ვაშვერებთ ხოლმე სტატისტიკას და დღევანდელი მონაცემებით ფონდმა უკვე დაამტკიცა 2,063,000 ლარით 77 ბავშვის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მათ შორის 31 შემთხვევაში საზღვარგარეთ, 2,300,000 ლარზე მეტი არის საერთო ჯამში მობილიზებული ფონდში, თუმცა ჩვენ კიდევ გვჭირდება დამატებით მობილიზაცია როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორის, რომ ყოველთვიური შემოსავლები გავზარდოთ, რომ შევძლოთ როგორც ასაკობრივი სპექტრის გაფართოება ონკოლოგიაში, ასევე ძალიან ბევრ ბავშვს არა ონკოლოგიური დაავადების მქონე, საკმაოდ მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს ჭირდებათ ჩვენი დახმარება და დიდი იმედი გვაქვს, რომ წლის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ გაფართოვებას. მარიამ, ხომ არ ფიქრობთ თქვენ, აი ამაზე მინდოდა მეკითხა და თუ არის თქვათ იგეგმება თუ არა, თქვათ სიმსივნის გარდა სხვა დაავადებების თქვათ გაერთიანება ამ ფონდში. დიდი ხანია ეს ფონდს მე მგონი აქვს გეგმაში. გეგმა არის გაწერილი არის ასევე გაფართოების ბიჯები მაგალითისთვის ჩვენ ვიცით რომ ანუ ალბათ რაც უფრო მწვავედ დგას. მაგალითად ერთ-ერთი უმწვავესი საკითხი გახლავთ ანტიეპილეფსიური მედიკამენტები, ზოგადად როგორც ეპილეფსიით დაავადებული ბავშვებისთვის, ასევე ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს თქვათ მედიკამენტოზური მკურნალობა სჭირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. არსებობს გარკვეული გაფართოების გეგმები, რომელსაც ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საბჭოს წევრებთან ერთად უკვე ვიხილავთ, მაგრამ აბსოლუტურად თითოეული ნაბიჯი გაფართოების არის დამოკიდებული საზოგადოების უფრო მეტ ჩართულობაზე. რაც უფრო გაფართოვდება ყოველთვიური შემოსავლები ფონდში, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ პროგრამები გავავრცოთ მაგალითისთვის ონკოლოგიის კუთხით. მაფტერა და ჰერცეპტინი არის ორი ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელიც გვინდა რომ აუცილებლად მოვიცვათ წლის განმავლობაში და ასევე გავაფართოვოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შემთხვევაშიც. თანხა რომელიც შემოვა ამ სპექტაკლიდან, ხომ არ გაქვთ უკვე გათვლილი თქვათ რა საიტწავა კონკრეტული ადამიანის და ჩვენი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე თვეში ერთხელ ან ორჯერ თქვათ განცხადებების რაოდენობის მიხედვით იმართება მუდმივმოქმედი კომისიის ხდომა და თითოეული აპლიკაცია გადის რუტინულ პროცედურას, რომელსაც ექსპერტული შეფასება და კომისიური განხილვა ქვია. წინასწარ ჩვენ ვიცით უკვე ყავს დაფინანსებული აი 77 ბავშვის შემთხვევა, როგორც ახსენე და უახლოეს დღეებში ვიცით რომ 4 წლის ბიჭს თურქეთში გავამგზავრებთ წყლის ტვინის ტრანსპლანტაციის ჩასატარებლად, ამას ძალგი ალბათ გავაშუქებთ, მაგრამ თანხა მოხმარდება საერთო, თქვათ, განხილვებს და წინასწარ ესე იდენტიფიკაცია, თქვათ, ბავშვების არ ხდება ხოლმე.
შეგვიძლია. ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მოხვედით და შემდეგი პარასკევისთვის ჩვენ ველოდებით კიდევ მორიგ კონტრაქტებს და კიდევ ახალ თანამშრომლობებს თქვენს ფონდთან. დიდი მადლობა, большое спасибо. მაყურებელს შევახსენოთ, რომ 1 აპრილს ეწვიეთ გრიბოედოვის თეატრს, სადაც გაიმართება ხანგრძლივი ცხოვრება სპექტაკლი და ამ სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში. ჩვენ ქველმოქმედებაზე ვისაუბრებთ და სხვა საკითხებზე ასევე რეკლამის შემდეგ 5 შეკითხვას უკვე პაატა ბურჯულაძე უპასუხებს.